წინააღმდეგობა არის მართლა ერთ-ერთი გამოსავალი იმისთვის, რომ ახლა ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ და გადავრჩეთ, იმიტომ რომ რა წამს ეს წინააღმდეგობა გაჩერდებოდა შევალთ სახლში, იმ წამსვე არის დამთავრებული საერთოდ ყველაფერზე საუბარი, თავისუფლებაზე იქნება ეს თუ რამე საერთოდ რამეზე და ამიტომ ეს არის, არ ვიცი, ძალიან მნიშვნელოვანი და ის ადამიანები, ვინც ვაცნობიერებთ ამას, ყველაფრის ხარჯზე ყველანაირი ძალისხმევით და მართლა აი ბოლო ძალებით ვცდილობთ და ვდგავართ და ვამაგრებთ ისევ რუსთაველს და ერთმანეთს ვდგავართ გვერდში და მხარში, იმიტომ რომ ვიცით ვაცნობიერებთ რომ ეს ბრძოლა და ეს მოძრაობა არის ერთ-ერთი გამოსავალი იმისთვის, რომ რაღაც შედეგამდე მაინც მივიდეთ. ხო, ეს ყველაფერი რაც დღეს ახლა მოვისმინეთ და აი ამ საგარეო პოლიტიკის მიმართულებითაც და ტრამპის და ყველანაირი მიმართულებით ეს რაღაცა ქაოსი რაც არის შექმნილი, ეს არის მხოლოდ იმისთვის, რომ აი ეს რაღაცა დანერგონ ეს რაღაცა შიში და დაბნეულობა, იმიტომ რომ შიში და დაბნეულობა როგორც წესი ყველაზე კარგად მოქმედებს იმისთვის, რომ წინააღმდეგობა ჩაახშო. და ხო, სწორედ ის ადამიანები, ვინც ამას ვაანალიზებთ, ის ადამიანები ვართ დღეს ქუჩაში. და არა მარტო ქუჩაში, ალბათ ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც რის გამოც მიუხედავად გადაღლის ბევრი მიზეზის, ხო? ამდენი ხანი უწყვეტად ელემენტარულად ქუჩაში დგომა ემოციურადაც, ფიზიკურადაც ძალიან რთულია, მაგრამ არიან ის ადამიანები, რომლებიც ციხეში გამომწყდეულები თავისუფლებისთვის ბრძოლის კიდევ უფრო მეტ იმპულსი ძლევიან. თავიანთი მდგრადობით, თავიანთი თანმიმდევრულობით, შეუგუებლობით, შეუპოვრობით. ეს ადამიანები არიან ძალა, ის ძალა, რომელიც ჩვენ გვაძლევენ ძალას. რა თქმა უნდა, თვლით თუ არა, რომ მათ მიერ გამოსხივებული დავარქოთ სტალღები ადეკვატურ რეაქციას იწვევს ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილში, რომელთა დიდი ნაწილი ძალიან უკმაყოფილოა, მით უმეტეს ეს უკმაყოფილება გაიზრდება მას შემდეგ, რაც ილუზია საბოლოოდ დასრულდა, რომ თუნდაც ტრამპის ამერიკასთან შეიძლებოდა რეჟიმს დაელაგებინა ურთიერთობა და მთლიანად უკვე გახსნილად ითქვა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა იქნება თუ ისე იქნება, უნდა ამოვიღოთ 78 მუხლი, უკვე ივანიშვილის სპიკერები ამაზე აბსოლუტურად ღიად საუბრობენ, დავივიწყოთ ევროკავშირი, აღარ გვინდა დასავლეთი, ჩვენ თავს მივხედავთ აქ, ეს არის გზავნილი და ჩვენერი ასე ვთქვათ ქვეყნების თავის მიხედვა, რითიც მთავრდება ჩვენ არაერთხელ გვინახავთ ჩვენს უახლეს ისტორიაში, როცა მეგობრების და მხარდამჭერების გარეშე ვრჩებოდით. ამას რამდენად აცნობიერებს თქვენი შეგრძნებებით, არა მარტო რუსთაველის გამზირი, იქ რო აცნობიერებს, იმიტომაც გახართ ყველაზე ხშირად, არამედ მთელი საქართველო. მე მგონია მაინც და იმეც ვიპოვებ, რომ დიდი ნაწილი ამას აცნობიერებს, უბრალოდ არ ვიცი, ეს ახლა რაღაცა მომენტია ჩვენ ანახი გვაქვს რა რაოდენობის ადამიანები გავდიოდით თავიდან ქუჩაში და ვიკრიბებოდით და ვიცით რა რაოდენობის ადამიანებს აქვთ, ვთქვათ, აი პროტესტი, აი ამ ყველაფრის რაც დღეს საქართველოში ხდება, ციფრი გვაქვს ნანახი და რაოდენობა გვაქვს ადამიანების ნანახი, ეს არ მგონია რომ შეცვლილი იყოს, მგონია რომ იგივე რჩება და ხო ეს მგონია რომ გაცნობიერებული არის და მგონია რომ ეს რაღაცა მომენტი ჭირდება იმისთვის რაღაცა კიდევ ერთხელ ამან თითქოს იფეთქოს, მაგრამ ამას იმპულსი ჭირდება და ეს ადამიანები ეს დღეს რუსთაველზე შევჭით რაღაცა ისე გამოვიდა თითქოს პასუხისმგებლობა ავიღეთ, რომ ეს იმპულსი დაგისმევ და აზრის დასრულების საშუალებას მოგცემთ. რა უნდა იყოს შენი აზრით ის იმპულსი, რომელმაც ეს უზარმაზარი განწყობაც და ძალაც ორგანიზებულ პოლიტიკურ პროცესად, შედეგზე ორიენტირებულ პროცესად შეიძლება აქციაში. იცი, მე ძალიან გამიჭირდება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, იმიტომ რომ ეს რაღაცა უკვე მე მგონია რომ მაინც ასე თუ ისე პოლიტიკოსმა უფრო უნდა იცოდეს, მე ვიცი ჩემი ფუნქცია ამ შემთხვევაში და ვიცი რა მაძლევს, რა ვიცი რაც მაძლევს დღეს იმპულსს და დღეს ეს იმპულსი არის ის უკანონოდ დაკავებული ადამიანები, რომლებიც არიან ციხეში და ამაზე მინდოდა რომ გამიკეთებინა, მე თქვა ერთი ის, რომ 8 აპრილს იკრიბებიან მათი მშობლები და მათი მშობლები აპირებენ რომ რუსთაველის გამზირზე გაათმევენ ღამე და აუცილებლად აი ყველა ნაირი ადამიანის ყველა
ყველანაირი წმენის, ყველანაირი ჯულის, ყველა ადამიანმა უნდა რაღაცნაირად ეს გაანალიზოს, რამდენად მნიშვნელოვანია დღეს ამ ოჯახების გვერდზე დგომა. ეს არიან ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად ყველანაირი მტკიცებულებების გარეშე შესყიდან ციხეში, არიან შვილები, არიან ძმები, არიან დები, არიან ქმრები, არიან მშობლები და ძალიან მნიშვნელოვანია დღეს, რომ ეს ადამიანობა ჩვენში რაღაც არ მოკლოთ, ეს ემპათია არ მოკლოთ და გავაცნობიეროთ, რომ დღეს მათი ოჯახის 8-ში მათი ოჯახის წევრების გვერდში დგომა არის მოდი ამ ეტაპზე ვიტყვი ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სამწუხაროდ ვართ იმ წერტილამდე მისულები, სადაც ეს ადამიანები და მათი მხარდაჭერა დღეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ირაკლი ძალიან დიდი მადლობა.